ალმები დადგა სამშაბათს საღამოს 9:30 მე გახლავთ გიორგი დარასელია მინდა მოვიკითხო აუცილებლად ყველა უცხოეთში მყოფნი და ყველა ადამიანი ვისაც დახმარება და ჩვენი მოკითხვა ახარებს და ჭირდება და მიცნეულებაშია ბედნიერება და სიხარული მინდა გისურვოთ. აუცილებლად მინდა დღევანდელი თემა იქნება ძალიან გამოსადეგი ადამიანებისათვის და ჩვენ ცხოვრებისათვის და ესეთი თემა შემომთავაზა და მაკურთხა მამა დავით ციცქიშვილი ყავს სტუმრად და მამა დავითმა მამაო დაგლოცეთ თუ შეიძლება. უღრმესი მადლობა მამაო იმისათვის რომ აი ესეთ ლამაზ თემაზე მოგგვიძეს დღეს საუბარი და თუ შეიძლება მამაო ადამიანი და სულიერება როგორ შეიძლება რომ ადამიანის სიტყვაზე ამაღლდეს სულიერა და რა საჭირო არის სულიერება ადამიანისათვის? ეხ და ითქვას ალბათ რომ ყველაფერი დადის სულიერებაზე და ესე ვიტყვი და აი წლების შემდეგ რაც ეკლესიაში მოვედი რაც კითხულობდი სასულიერო წიგნებს ფიქრობდი და ასე შემდეგ ისეთ რაღაც მომენტში გამარტივდა ყველაფერი და მივხვდი რა არის სულიერება. ეს არის მუდმივად ფორმაში ყოფნა ღმერთთან მიმართებით. ეხლა რას გულისხმობს მე აი ეს სიტყვები განმარტავ. მამა იოსეფი სიხასტი ამბობს ეს რაღაცას რომ თითოეულმა მოხუცი იქნება თუ პატარაო ახალგაზრდა თუ ყრმაო სულ გამოიკვლიოსო დღეღამის განმავლობაშიო რამე ისე ხო არ ფიქრობს რაღაცას ისეც ხო არ აკეთებს რაღაცას ისეც ხო არ განჯით რაც არ მოსწონს უფალს ჩვენს იესო ქრისტეს და ჩემი აზრით აი პრინციპი სულიერობის არის ეს დღეღამის განმავლობაში რამდენი საათია თქვა 24 საათია რა კიდე ფხიზლად ვატარებ 17-18 საათს რა აი რამდენიერი ემოცია ფიქრი არ შემოდის ჩვენში და ხშირად ცოდვისმიერი ვიღაცის შეგშურდება ვიღაცაზე გავბრაზდებით ვიღაცას განვიკითხავთ და ასე შემდეგ და სულიერება რას გულისხმობს იცით გულისხმობს იმას რომ როგორც კი შეამჩნევ რომ შენ ცოდვისმიერი მიმართულებით მიდიხარ შეიძლება ხილულად არა მაგრამ წარმოიდგენ რომ აი უფალი ამას ყველაფერს უყურებს და კონტროლს იწყებ უკვე ამ განცდების აი ეს არის სულიერება როდესაც სულ მე ესე ვიტყოდი ფორმაში ხარ ამისთვის სხვადასხვა საშუალებები არსებობს ლოცვა ახსარება სასულიერო ლიტერატურის კითხვა და ასე შემდეგ ასე რომ აი ეს შავი ხვრელები მე ესე ვიტყოდი ძალიან ბევრი ადამიანთან და კონკრეტულ შემთხვევაში რაღაც რეცეპტია ყოველი კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე ვნებიდან გამომდინარე მაგრამ მე კიდევ მე ესე ვიტყოდი რომ სულიერება მე ესე მესმის ეს არის მუდმივად ხსოვნა უფლის და საკუთარი მოქმედების საკუთარი ფიქრების წარმოდგენების ემოციების გაკონტროლება ამის და მიხედვით მადლობა მამო აი როგორ შეიძლება რომ აი სულიერი ადამიანი იყოს ну ამას ძალიან დიდი მუშაობა ჭირდება თქვენ ახსენეთ რომ ეს ლოცვა ის მაგრამ უცბად აი სულიერება დაკარგოს ადამიანმა და ძალიან სხვა სახემი იყოს ადამიანმა იმიტომ რომ ხშირად მინახავს ხოლმე სულიერი ადამიანები რომლებიც აი გარდაქმნა რაღაც ცხოველებად და წინათ ამ დროს ძალიან სულიერები და პირიქითაც მინახავს და თუ შეიძლება მამო აი როგორ შეიძლება და რით კარგავენ უბრალოდ ადამიანები იმიტომ რომ ჩვენ არც ვერც ხვდებით უბრალოდ რომ კარგავთ ხოლმე ამას უბრალოდ აი რანაირად იკარგება აი თვალდახელში რომ უცბად თელი ცხოვრება შეიძლება აგროვებდეს სუბსალონებს კითხულობდე რაღაცას უკეთილი იყო და უცბად ერთი საქციელი კონკრეტული შეიძლება დაკარგო ის და აი რა შეიძლება მამაო ეს საქციელი იყოს რომ დაგვაკარგინოს ეს ყველაფერი ეს მე ესე ვიტყოდი რომ შეიძლება რა თქმა უნდა იმიტომ რომ არავინ არ არის ამისგან დაზღვეული და მე პირადად მინახავს, როდესაც ეკლესიური ცხოვრების დასაწყისში ადამიანი იყო ნორმალური მშვიდი გაწონასწორებული დაბალი, შემდეგ გახდა უხეში. გახდა ვერცხლის მოყვარე. გახდა ანგარებიანი და ასე შემდეგ. ასე რომ მე ესე ვიტყოდი რომ სულიერება შეიძლება დაკარგო აი ვნებებიდან გამომდინარე, როდესაც ზედმეტად მიეძელები ფულს. როდესაც გაუხეშდები, როდესაც თავში აგივარდება.
ამპარტავანი ხდები. და ასე შემდეგ, ასე რომ სხვადასხვა ესე ვიტყოდი ნაღმია ჩადებული, რომლის აფეთქების შემდეგაც, რა თქმა უნდა, ადამიანის სულიერება ილახება, თუ შეიძლება ასე ითქვას. ალბათ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გაანალიზებია საჭირო და ხშირად ეს ადამიანი უბრალოდ ვერ ამჩნევს ამას თუ როგორ დეგრადირებს სულიერი კუთხით. აი ხიბლის მდგომარეობაც მაგალითად რა არის? ეს არის ის, რომ თითქოს ადამიანი ლოცულობს, წესიერია, მარხულობს განსაკუთრებით და ასე შემდეგ, მაგრამ განსაკუთრებული ჭურჭელი გონია ღვთის საკუთარი თავი. ასე რომ სხვადასხვა კიდევ მეორებ ნაღმები არსებობს, რომელზე აფეთქების შედეგადაც ჩვენი სულიერება ილახება. მამო, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ხო ძალიან ხშირად მინახია და მე თვითონაც შეიძლება ალბათ ყოფილვარ ესეთ მდგომარეობაში, უბრალოდ ეხლა ცოტა უხერხულია, ჩემ თავ შეიძლება ვერ ხედავდე მე ესე იმათ, მაგრამ აი თავის სულიერება რო დაანახონ სხვა ადამიანებს, აი უნდათ რომ გამოფინონ, რომ აი ვიღაცამ თუ გასოთ დედა რა სულიერია, დედა რა ეკლესიურია, რა მაგარია, იქ აი ნებისმიერი ადგილი იქნება თუ რაღაც, აი შეიძლება ადამიანს რაღაცა ის მიაწოდო პატარა პურის ნატეხი შიოდეს და პირჯვარს წერს და რაღაც აი ამ დონეზე იყოს უკვე დასული, რომ ვითომ აი ისეთ სულიერია, რომ შე როგორც რაღაცა ეშმაკმა მიაწოდე თავის ჯვრით განწმინდა ეს და აი ესეთი მომენტები და თან გიჩვენებს აი ხას უსმეს რომ მე ვარ ეკლესიური სულიერი და აი ესეთი რაღაცები და თუ შეიძლება მომო აი ამასთან დაკავშირებით დიახ მე ესე ვიტყოდი რომ აი დიდი წმინდა მამები დიდი მართლმადიდებლური მოღვაწეობები პირიქით თავის სულიერებას მალავდნენ და თუ ჩნდებოდა ეს და როგორ გითხრათ ეს გამოჩნდება იმიტომ რომ არ არის დაფარული რომელიც არ გამჟღავნდების და თავის მარგალიტებს უფალი გამოაჩენს ხოლმე ადრე თუ გვიან მაგრამ აი ჩემთვის ყველაზე ერთ-ერთი დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ესეთმა შემთხვევა ათონის თაზე იყო მამა ნათანიელი და მას წმინდა პავლეს მონასტერში ათონისტის ძალიან გაუვარდა სახელი თვლიდნენ რომ მეტად სულიერი ადამიანია და დიდ ღვაწლშია და მოძღვარმა უთხრა რომ წასულიყო ამ მონასტერში და იქ რო ჩავიდოდა ტრაპეზის დროს სამაგი პორცია ორმაგი მოეთხოვა და მართლაც რომ მივიდა ამ მონასტერში აი ეს ყოველი ტრაპეზის დროს ესეთ გაორმაგებულ გასამაგებულ პორციებს ითხოვდა და თან ითხოვდა აუცილებლად აღსანიშნავია ის მეტად მარხველი ადამიანი იყო ხო წარმოგიდგენიათ ჭამს რო გადაჭეული ხარ და ესეთ ასე ვთქვათ ძალადობას რო ახდენ საკუთარ სხეულზე და გარკვეული ხნის შემდეგ ბერებმა იქაურმა მონასტრის დაიწყეს ჩურჩული რომ ჩვენო ეს წმინდანი გვეგონაო და დიდი სულიერებით გამორჩეული და თურმე მეყოფილაო თავის მუცელს ვერ ალაგმავსო და როგორც კი გაიგო ამის შესახებ აი მამა ნათანიელმა თავისი მისია შესრულებული დაინახა და წამოვიდა იმ მონასტრიდან. ანუ ფაქტიურად სახელი გაიფუჭა. მამა გაბრიელ ურგებაზე, სალოსი, რას გულისხმობს სალოსობა? გულისხმობს იმას, რომ შენ თუ შეამჩნიე სხვაში პატივისცემა, ისეთ რაღაცას გააკეთებ შეგნებულად, რომ ხას გადაასმევინებ ადამიანს შენ მიმართ სიმპათიას. ასე რომ სულიერი ადამიანი ძალიან ნაკლებად უკეთებს რეკლამას საკუთარ თავს და აღსანიშნავია ისიც რომ სულიერი ადამიანი როგორ გითხრათ იცით მართლა თulis რომ ის არის უკანასკნელი ცოდვილი ეს არის ძალიან საინტერესო კანონზომიერება იცით აი სასულიერო პირები რომლებიც მონასტერში უდაბნოში აი ყველანაირად აკონტროლებენ საკუთარ თავს მე დასაწყისში აღნიშნე რა არის სულიერება ეს არის გაკონტროლება საკუთარი თავის არა მხოლოდ მოქმედების არამედ ფიქრის ემოციის წარმოქმნის დონეზე და აი ეს ადამიანები რომელიც აცლეულების განმავლობაში აკონტროლებდნენ საკუთარ თავს არა ყველაზე ცოდვილად მიიჩნევდნენ საკუთარ არსებას თითქოს შეუსაბამოა რა
საინტერესო მომენტია, იცით, აი, როდესაც აღსარებაზე მოდის ხოლმე ძველი თაობის ხალხი. არც თუ იშვიათად გაიგონებ, რომ მე ისეთი რაცოდვილი ვარ, ისეთი რა ნაკლოვანებები მაქვს, კაცი ვიყავი, კაცური და ესე გავატარო მთელი ცხოვრება. ეს ადამიანი და ამბობს წმინდა მამა, რომელიც წარმოიდგინეთ თქვენ მართლა რომ მარგალიტია სულიერების კუთხი და ესე მოთხოვს საკუთარ თავზე. და ეს საინტერესო მომენტია იმ კუთხით, რომ აი სადღაც იქით მთებში უდაბნოში მონასტერში იმდენად უღრმავდება საკუთარი თავს ადამიანი, რომ ძალიან ბევრ ცოდის მიერ გამოვლენებას ამჩნევს. ძალიან ბევრი ბნების, ასე ვთქვათ, გამოძახილს პოულობს საკუთარ თავში და ამიტომაც გამომდინარე აქედან ყველაზე ცოდვილი გონია საკუთარი თავი. მე მახსენდება აი მამა ინოგინდე იყო ესეთი ხერზონელი მთავრობის კოპოსი ის წერს რომ თეთრ პერანგზეო პატარა შავი ლაქაცო კარგად ჩანსო და თუ შავი არისო პერანგიო არა იქ არ გამოჩნდებაო არა აი ესე როდესაც სპექტაკია ადამიანი და სულიერებით გამოირჩევა მას ყოველი გაფაჩუნება ცოდის მიერი მაგალითად იქ ვიღაცის შეშურდა ვიღაცაზე გაბრაზდა არა უკვე მიდის წიაღსვლა როგორი ცოდვილი ადამიანი როგორი შავი ხროლებია მის არსებაში და რენტგენივით აშუქებს მე ესე ვიტყოდი საკუთარ თავს. ეხლა შეიძლება ცოტა კითხვიდან გადავხვიე, მაგრამ მაინც მინდოდა რომ ამის შესახებ მესაუბრო. ანუ მე რა მინდა ვთქვა რომ სულიერ ადამიანი არასოდეს არ აფიშირებს და პირიქით მალავს საკუთარ თავს, მაგრამ უფალი წარმოაჩენს მას. თავის მარგალიტებს არ მალავს და თავისი ცხოვრება წმინდანის სულიერი ადამიანებს ადრე თუ გვიან რა თქმა უნდა ყველასთვის ცხადი ხდება და ეს არის მისაბაძი მაგალითი. იმიტომ რომ აი პირადად მე ერთ-ერთი ყველაზე მეტად რაც მაძლიერებს ცხოვრებაში, ძიმე წუთებში არის რა იცით წარმოვიდგენ ხოლმე ღირსეულ ადამიანებს, სულიერ ადამიანებს და დიდი შეწევნაა ეს ჩემთვის. რა იგულისხმება მე მინდა ესეთი მაგალითი მოვიყვანო იყო ფრანკლი ცნობილი ძალიან ფსიქოლოგია ის იყო ფაშისტთა საკონცენტრაციო ბანაკში ნამყოფი და ხო წარმოიდგენთ იქ რა გარემო იყო როგორ აწამებდნენ ადამიანებს იქ გაზის კამერებში ყრიდნენ და აშიმშილებდნენ და რა ვიცი კვილებს და აზრობდნენ და ასე შემდეგ და ის ამბობს რომ ყველაზე მეტად იცით რაც გვაძლიერებდაო იქ იყვნენ ის ადამიანები რომლებიც პიროვნულად სულიერად არ წყდებოდნენ ეს არის ჩვენი ცხოვრება ყველაზე დიდი მარგალიტი ეს არის ადამიანი როდესაც ღირსეულ ადამიანს ხვდები ამაზე დიდი მე ესე ვიტყოდი გამოძლიერებელი კაცისთვის არ არის როდესაც შე რაღაცა გიჭირს და ამ დროს წარმოიდგენს რომ ის ვიღაცა ღირსეული ადამიანი არ ეპუება გაჭირვებას თავის დიდ პიროვნულ ღირსებებს ინარჩუნებს უფრო მეტ გაჭირვებაში ადამიანად რჩება ეს არის ძალიან გამოძლიერებელი და მე ესე ვიტყოდი რომ უფალი ეგეთ ადამიანებს ყველა ეპოქაში შობს და ალბათ ჩვენი ერთ-ერთი სიბრძნე იმაში მდგომარეობს რომ ხშირად გვახსოვდეთ ეგეთი ხალხი და გაჭირვების ჟამს გაგვახსენდეს რომ ვიღაცები ძალიან ღირსეულად უძლებენ ამ ცხოვრებისეულ განსაცდელებს. მადლობა მამო. შეიძლება ხდება ხოლმე და ჭირთ ხოლმე ეს რაღაცები ეკლესიაში თიქაროსანი იქნება მე დავითნე თუ ნებისმიერ იქ რაღაცა თავის ქადაგებებით, თავისი ლოცვით, ნებისმიერ თუნდაც სასულიერო პირი იყოს, ხო და მათ რო შეაქებდა, მათ რო ეუნები, ჯერ ეს თვითონ განახებენ ხოლმე. მე ამას რაღაცა როგორი მომენტია, იცით მამო, თავის უბრალოებას ვითომ რაღაცა დადებენ ხოლმე ლანგარზე, რაღაცა აი წეგამ ამბობდი კიდევაც რა ზოგი სადღაც რაღაცა ლაფად კითარის სიტყვაზე ხო რა მოხდა ხო და ამას გადაიღებენ და ვაიმე რა უბრალო მოძღვარია და ამას გამოფენ და ამას რეკლამირებენ მამა ვამით ხო სადღაც შეშას ჩეხავს აი როგორი უბრალოა ეხლა გაიხედავ და როცა ესეთი მოძღვრები პატრიარქი არის უბრალო ეხლა მე სულ არ მიკვირს ხოლმე მამაო და ქრისტე იყო ხო უბრალო ბოლოს და ბოლოს აი მამაო და ამით ძალიან ბევრ ადამიანს იზიდავენ და ეს ადამიანებს ჩვენ გარშემო ყოფთ მამაო ძალიან მოსწონთ
ასეა თუ ისეა მამო ეს ადამიანები მაინც ამით მოდიან ეკლესიაში ხო? ძალიან ცუდია და რაღაცა ესეთი მოსული ეკლესიაში ჯობია რომ შეიძლება არ მოვიდეს და ბოლოს მოვიდეს მართლა კარგად, მაგრამ აი რა შეიძლება მამო აი ამ ადამიანებს ურჩიოთ? ვინც აი ეს რაღაცებს ყურადღებას აქცევს, იმიტომ რომ აი მამო ისეთი უბრალოა რომ აი თვითონ დაისხა წყალი და ნუ რა მოხდა მე რომ დაისხა სიტყვაზე ხო და ამით თვითონაც აი რაღაცა რეკლამას იკეთებენ და აი ესე იფერებენ ხოლმე ძალიან ლამაზად მამო და თუ შეიძლება მამო აი ამასთან დაკავშირებით თუ იტყვით რამეს და როგორ უნდა მოიქცეს თვითონ ადამიანებიც ბევრი ტყუდება მამაო და იმიტომ ცით რა არის აი ერთი 10-15 წლის წინ გამოვიდა ესეთი პატარა ბროშურასავით იყო მოდელსახურთა საცდურები სადაც არის ჩამოთვლილი აი რითი შეიძლება ცდუნდეს სასულიერო პირი და ძალიან ესეთი საინტერესო ნაშრომია და ერთ-ერთი რა არის იცით აი რა თქვენ დაასახელეთ რომ მრევლისგან მოდის ესეთი საცდური რომ აი ჩვენი მამაო როგორი ლოცველია რა უბრალოდ იცვამს როგორი მარხველია მანქანა არ ყავს და ასე შემდეგ ანუ ფაქტიურად მე რა მინდა ვთქვა რომ აქაც შეიძლება აი ამ ასე ვთქვათ მდგომაში ეს იყოს სასულიერო პირისთვის დიდი საცდური და ჩემი აზრი ესეთია რომ ალბათ მრევლმაც და სასულიერო პირებმაც უნდა გაითავისონ ის საცდურები რომელიც შეიძლება მოვიდეს მათთან იმიტომ რომ პირდაპირ უნდა ითქვას ის რომ ყველაზე დიდი დარტყმის ქვეშ ეს არის სასულიერო პირი მე ხშირად ვამბობ ესეთ ფრაზას და გამონათქვამს შეიძლება წინათ რო ვიყავი მაშინაც თქვი რომ არა ეგეთი ფრაზა ეშმაკის ყველაზე დიდი გამარჯვება ის იყო ჩაეგონებინა ადამიანისთვის რომ ის არ არსებობს და სინამდვილე რა თქმა უნდა არ არსებობს ეს ძალა იმიტომ რომ თუ არსებობს ღმერთი და ღმერთის არსებობა რო ვერ შეეგრძნო პრიმიტივი უნდა იყოს არსებობს ის ღვთისაწინააღმდეგო ძალა თვითონ სახარებაშია რამდენჯერ არის ამ ძალაზე აქცენტი გაკეთებული და ეს ძალა ებრძვის ყველაზე მეტად სასულიერო პირს აი დაახლოებით ესე რომ წარმოვიდგინოთ ხატოვნად იცით ბრძოლის ველი და აი ბრძოლის ველზე ვინც წინა ფლანგზეა ის დიდი რისკის ქვეშ არის ხო იმიტომ რომ თქვია რომ წამოვა მოწინააღმდეს მხრიდან ადვილი შესაძლებელია რომ მას მოხვდა იმიტომ რომ წინ არის აი ესე არის დაახლოებით სასულიერო პირი სანამ სასულიერო პირი გახვდებოდი ასე მეგონა რომ ვიცნობდი რა დაახლოებით რა ბრძოლები შეიძლება წაწყდეს სასულიერო პირი აი რომ გახვდი მე რა მივხვდი რომ სანამ შენ კაბას არ ჩაიცვამ მანამდე ამას ვერ მივხვდები ამ ხელა ფსიქოლოგიური სულიერი დატვირთვა არის მაგალითად ეტაპი როდესაც აი როგორ შეგრძნება იცი აი ყველა ბრძოლა მოგეხსნება და ყველა ადამიანს აქვს არის თავისი ყველაზე სუსტი წერტილი აი ამ სუსტ წერტილში დაიწყება ბრძოლა და ამიტომაც ახლა მე რა თქმა უნდა არ ვავართლებ მაგრამ მაინც მინდა რომ ხალხს მაიცოდეს რომ ძალიან რთულია უდლის მისია და სხვები რო იყვნენ უდლის ადგილას შეიძლება უარეს ჩაედინათ კიდევ მეორებ თან ისიც რომ ახლა ცუდი კარგი ხშირად ვამბობ ყველა სფეროშია არის ცუდი ექიმი არის კარგი ექიმი ასე იყო ცუდი მღვდელის ყოველთვის იქნება ეს მაგრამ მე ესე ვიტყოდი რომ დღევანდელ ვითარებაში აი თითქოს მიზანდასახულად მიდის ის რომ კლებს სახელი გაუტეხონ ძალიან სერიოზულ ძალებს ყველაზე მეტად ეკლესია ეჭხირება მე ესე ვიტყოდი და ფაქტობრივად ეკლესია რა არის გარანტია არის ჩვენი ეროვნულობის ღირებულობების და ასე შემდეგ ის რომ მომავალი თაობა ნორმალურად განვითარდეს ხო და აწყობს კი ვიღაცა ძალას ეს ყველაფერი რომელსაც უნდა რომ იყოს ხალხი რომელსაც ადვილად დაემორჩილებს პრიმიტიული მოაზროვნე იქნება ერთმანეთს ემგვანებიან ადამიანები როგორც ინკუბატორში გამოჩეკილი წიწილები გონან ერთმანეთს ასე რომ აქ ძალიან დიდი ვერაგი ესე თვითონ გათვლილი სტრატეგიაა და ეს სტრატეგია გულისხმობს რა თქმა უნდა სასულიერო პირებთან ბრძოლასაც თუმცა კიდევ მეორებ ძალიან ბევრი ფაქტორი იკრიბება ცუდი კარგი ყოველთვის იყო დღეს ძალიან დიდი ფსიქოლოგიური წნეხი აქვს ზოგიერთი პირდაპირ უნდა ითქვას ვერ უძლებს ამას მაგრამ ყველა ეპოქაში ესე იყო მე ესე ვიტყოდი
ბევრი სულიერების გამოცდა ეს. დიახ, და ყველა საწყენი რა არის, მამო, ამ ღლების შეურაცხყოფა, ხო? და აი ამ ხიბლში ჩაგდება თუ რაღაცა, ხდება მრევლის მიერ, იმ ადამიანის მიერ, ვინცაც ძალიან უყვარს და მართლა აი ზოგი ალალად ეხა ზოგი თulis რო სიტყვაზე ვიღაცამ რაღაცა ლოცვა წაიკითხა კვეთებული, ხო? აი მამაოს ის არის და უბრალოდ აი იმის იგით ვერ ხედავს, აღმერთებს, ხო იმ ადამიანს, ხო? აი თუ შეიძლება მამა აი მასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ამ ადამიანის მინდა უთხრა რომ თვითონ ნებენ და მე თვითონვე იცავენ ხოლმე ვიღაცა გარედან რო იტყვის, აი თქვენ ფანატებო, თქვენ გიჟებო, რაღაცა, ხო ესენი იცავენ რაღაც გამუდმები და ყველაზე ცუდი რა არის, ის მამო იმ მამაოს გამო მე იმდენად აღმერთებენ, შეულიათ კაცი დაჩეხონ, მოკლან და ასე შემდეგ და აი ეს მინდა მამაო რომ გავმიჯნო და აი რაღაცნაირად უთხრათ მამო ამ ადამიანებს რომ ეგრეც არ არის, იმიტომ რომ ხვალ და ზეგო უცოდველი არავინ არ ვარ და დაინახავენ იმ მამაოს რაღაცა ცოდვაში ან მანქანა რომ მოუნდეს ელემენტარული ან რაღაცა და აუ ის ეგონა და უკვე ეკლესიას კარგავენ და ღმერთს, იმიტომ რომ ღმერთი ეგონათ ის მამაო, იმის იქით არ გაუხედიათ მამაო და აი თუ შეიძლება მამაო აი ამასთან დაკავშირებით და ხო მე ესე ვიტყოდი რომ მაინც რეალობას თვალე უნდა გავუსწოროთ, იმიტომ რომ როგორ გითხრათ, იცით, როდესაც მრევლია ეგეთ მიმართულებით იჩეხება, ეს სადღაც მისი სისაღის გამოცდაც არის, მართალი გითხრათ. ასე რომ ძალიან ხშირად არის შეგრძნება იმისა, რომ როდესაც ესეთი მრევლის წევს დაელაპარაკები და გინდა თვალი აუხილო და შეაჯანჯღრეო, არა მას არაფერი არ ესმის. ეგეთ რა შეასაკ. ასე რომ ეს უძლურება სასულიერო პირებს სულ თან უნდა გვყვება, მართალი გითხრათ რა. ხიბლის მდგომარეობა ვახსენე. ხიბლის მდგომარეობა რა არის, როდესაც ხიბლში ადამიანი მას სუსი შეგონება კი არ ესმის. თვითონ გონია საკუთარი თავი მართალი. ასე რომ ეს ამ პარტავნება ეს არის ძალიან ძნელად საშველი, მე ესე ვიტყოდი. და ასე რომ მე ვერ გავაუბრალოებ. როდესაც მრევლია ესეთი არასწორად მიმართულებით მიდის, როდესაც მოძღვარიც ებმევა აი ამ მრევლის ხლართებში მათი შეჯანჯღარება არ არის ადვილი საქმე, პირდაპირ უნდა გითხრათ. ამიტომაც არის რომ სადღაც ქრისტიანობა გულისხმობს ხშირად საკუთარი უძლურების შეგრძნებასაც და ის რომ მიუხედავად შენი სურვილი სამცდელობის არაფერი არ გამოგდის და გრჩება ლოცვა. უფალს უნდა მიანდო, იცი, შეუძლებელ კაცთათვის შესაძლებელი ღვთისათვის და მთელი შემთხვევაში მარტო რაღაც დიდი განსასწრებელი უნდა დაიშვას, რომ გამოერკვნენ აი ამ ასე ვთქვათ მე ესე ვიტყოდი გაბრუებული მდგომარეობით. ასე რომ თითოეულ შემთხვევაში ანალიზია საჭირო და კიდევ მეორე მთელი შემთხვევაში ჩვენი შესაძლებლობა მაინც არის შეზღუდული. იმიტომ რომ ძალიან ძნელია ადამიანის შეცვლა. აი საერო ცხოვრებაში ის რო გადავიდეთ, წარმოიდგინეთ დასული ადამიანის შეცვლა. რამდენია გარშემო. ხო ურთულესი ამბავია რა, ხშირად მთელი ცხოვრება ერთი და იგივე ორყოფით თვისებებს ინარჩუნებენ ადამიანები და ზოგჯერ აი ხანდახან იცით მიფიქრია რომ აი ჩემი ბავშვობის მეგობარია. აწლეულები არ მინახავს. დიდი ცხოვრებისეული გზა გაიარა. იმდენი განსასწრელი იყო ისეთ ასე ვთქვათ სასწავლებლებში ისწავლა, ჩამოვიდა და მაინც იგივეა. არ ვიცი რამდენად გასაგებად თქვი ეს ყველაფერი, მაგრამ კიდევ მეორე რა თქმა უნდა შეიძლება შეეცადა, მაგრამ არც თუ იშვიათ როდესაც აი ესეთ სასტურთან გვაქვს საქმე და ეს სულიერი ტესტივით არის, როდესაც ადამიანი არასწორი მიმართულებით ამჟღავნებს საკუთარ თავს. აი ამ შემთხვევაში მათთან მუშაობა და სულიერი დახმარება ადვილი არ არის. დიახ. მამაო, თან რა მაინტერესებდა კიდე იცი თუ შეიძლება აი ეკლესიაში მრევლის სიტყვაზე, რომელიც აი ძალიან სულიერები არიან, ეხა ერთი შეხედვით სიტყვაში შეხედავ და ძალიან განსხვავდებიან სხვა მრევლისაგან. იქ ყველა რო დგას ის რაღაც მეტანიას აკეთებს, მუხლებზე დგას და ასე შემდეგ და აი თუ შეიძლება მამაო ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ აი ხშირად ეს ადამიანები ღმერთზე მეტ ყურადღებას იპყრობენ ტაძარში, იმიტომ ჩვენც მეტი რა გვინდა, ესე გავხედოთ, მაგრამ აი სამწუხაროდ ის არის კიდე რომ აი შეიძლება ვიღაცას ტელეფონი შემოყვეს, აი რაღაცა დაურეკავს, აი სულიერი ადამიანები შეიძლება ეცნენ ამ ადამიანს და ძალიან ცუდად გახდნენ, გააგდონ ეს ადამიანი და ძალიან შეურაცხყოფები მიაყენონ სიტყვაზე. ეს სულიერი ადამიანები ეს სულ გონიათ რაღაცა იმაში არიან, ზეცაში და ჩვენ აი სიტყვაზე ვინც არასულიერები ვართ, რაღაცა ვაფხიზლებთ თუ რაღაცა რო ხდება, სულ აგრესიულებიან ჩვენს მიმართ სიტყვაზე. იმიტომ რომ ძალიან ბევრი მინახი ეხლა
ისეთ ხიბლში, რომ მთელი ლოცვის მანძილზე მუხლებზე იდგა და უბრალოდ ხალხი იმხელა განკითხვაში ჩააგდო, რომ არ მართლა რო გულით დომებოდა, ხო, არ უნდა ერჩინოს ექსულიერება, ხო? აი მამო, აი ეს როგორ უნდა გამიჯნოთ, იმიტომ რომ აი ხანდახან არის მამაო ჩვენოს ასე რაღაცა. მეც მინდა ხოლმე ხანდახან მუხლზე დავდგი, მაგრამ იმედად ვფიქრობ, რომ გარშემო ყოფებთ. მეთქი რა სიტყვია, მეთქი მირჩენია, რომ გარშემო ყოფთ, ვაჩვენო, რომ სიტყვაზე ვიდგები, არა და ხანდახან გული გთხოვს ხოლმე და აი როგორ უნდა მოიქცეს თვითონ ადამიანს, მამო. ზოგი მართლა აი ნამდვილად მართლა ღვთის წინაშე ალალად იჩოქებს, ხო, მაგრამ უკვე ისეთი ის არის, გაპებულია ეს თემა თვითონ, რომ ყველას გონი აი ხიბლში, აი რაღაცა და თუ შეიძლება მამო, აი ბოდიში. იცით, მეც გეთანხმებით, რომ აი როდესაც რაღაც ადამიანის აქციელი ყვირის. თვალში საცემია, გარეგნული ხარე, რაღაც ფიქრობ, რომ არაჯანსაღია. ეხლა რაც თქვენ თქვით გიორგი, მეც ერისკაცი რო ვიყავი ეხლაც. აი თუ მაგალითად მინდა მეტანია, თქვა დავიჩოქო არა. სულ ჩემ თავს ვიჭერიც, რომ მიჩემნია რომ იქ ცოტა ხალხი იყო და ისე დავიჩოქო, რომ აი ეს ჩემი დაჩოქება არ ყვიროდეს, თუ შეიძლება ასე ითქვას. ასე რომ სულიერება ამას გულისხმობს, რომ იქ შენთვის ჩუმად აკეთებს, შენთვის ჩუმად შედიხარ, როგორც წმინდა წერილში არის, შედიხარ ცალკე ოთახში, იქ ლოცულობ, მეტანიას თუ აუცილებელი არ არის, სხვის დაუნახებლად აკეთებ. ასე რომ აი გარეგნული შენი ხარე არ უნდა ყვიროდეს. და რაც შეეხება აი გაღიზიანებას, მე ესე ვიტყოდი, რომ საერთოდ სულიერი ადამიანი აი რითი გამოირჩევა სხვისგან. როდესაც ესეთ ადამიანს ელაპარაკები, იცი, შვიდდები. გახსნილი ხარ, არ გერიდება მასთან საუბარი. და თუ ადამიანისგან მოდის აგრესია, აი თუნდაც ცნობილი იყოს. თუნდაც სასულიერობი იყოს ცნობილი. თუ იძაბები, თუ რაღაც ჩიში გიპყრობს არა, იქ შეიძლება არც იყოს ეს ანუ მე რა მინდა თქვა რომ სულიერი ტესტივით არის, იცით? აგრესია, ეს უკვე იმის მაჩვენებელია, რომ სადღაც იქ ჯანსაღი ვითარება არ არის. და მე მახსენდება აი განსაკუთრებით რუსულ ტაძრებში იყო ხოლმე ეს მოხუცებული ქალები, დიდი აგრესიით გამოირჩევდნენ ხოლმე რუსი. ეხლაც ხო ალბათ, ხო. ანუ სულ შეგრძნება რომ ისინი მეათე ხარისხოვანზე აკეთებენ აქცენტს. და აი ეს უხეშობა, ეს აგრესია ბევრისთვის ყოფილა დამარკოლებელი. მე საკმარისად მინახავს ადამიანები, რომლებიც აი ამ უხეშობის გამო წლები უკვე აღარ გაკარებიან ეკლესიას. და სამწუხაროდ მოძღვრებსაც დაუშვიათ ეს შეცდომა. მე არ დამოვიწყდება ერთ-ერთი ქალიშვილის შემთხვევა, იგი მიყვებოდა რომ მივედიო ერთ-ერთ ტაძარში და ძალიან ისეთი სასარკვეთლებაში ვიყავ ჩავარდნილიო, ცნებლები მომდიოდაო და მივედიო მოძღვერთანო და ეუბნებიო რომ თუ შეიძლება რომ ახსარება ჩაგაბაროთო და შემხედაო და მითხრა რაო შარვალი გაცვიაო ჩადე ახლა წესიერად ჩაიციო და მე მოდიო მე ესე კი არ არისო როცა გინდაო ჩათ ამოხვიდეო და ახსარება მითხრაო და ისე უხეშად იყო ეს ნათქვამიო რომ გამობრუნდიო და წლები აღარ მესულა რო იქ ეხლა იცით რა არის გასაგებია რომ შეიძლება უთხრა მაგრამ უნდა უთხრა ტაქტიანად ხო რომ იცი რა ჩემოგარგო ჯობია ეკლესიაში მოხვიდე შემდგომში გაითვალისწინო კაბით შეიძლება უთხრა რომ იცი რა ეხა არა მაგ დრო მაგრამ მოდი მოემზადოთ ახსარებისთვის შემდეგ მოდი ანუ ეს ყველაფერი ისე გადაატანინო რომ არ იყოს მისთვის შეურაცხყოფელი და სამწუხაროდ მე ესე ვიტყოდი რომ არც თუ იშვიათად ხდება ხოლმე ტაძრის სიახლეშიც ესეთი უხეშობის ფაქტები რაც გაუმართლებელია და მრევლს აფრკოლებს ასე რომ როდესაც იცით სასულიერო პირი გავხდი ეს სულ ვიტანჯები იმით რომ აი თუ შენიშვნა მისაცემი არა ის ფორმა გამომნახო რომ ადამიანს არ ეწყინოს და ზოგჯერ ამაზე ვფიქრობ ხოლმე საათები დღეებიც მიფიქრია მართალი გითხრათ რა ეს არის ტანჯველური პროცესი მაგრამ ეს არის ჩვენი სატარებელი ჯვარი ну ზოგჯერ რა თქმა უნდა სიმკაცრეა საჭირო მაგრამ კიდევ 21 საუკუნის ადამიანები მაინც ძალიან მსხრევდები არიან სულიერი ფსიქოლოგიური კუთხით და აი ძალიან ისეთ კაც მოპყრობას
ხშირად ვერ ეგუებიან და ბრკოლდებიან და შეიძლება კიდევ მეორებ წლები წავიდნენ მე უკვე ეკლესიიდან. ასე რომ მე გეთანხმებით რომ ეს უხეშობა ეს ძალიან დამაბრკოლებელია და კიდევ მეორებ სულიერებას რაღაც სხვა თვისებები აქვს ვიდრე ის რომ იქ გამოსაჩენ ადგილას დადგე მეტანები აკეთო და ასე და ასე შემდეგ. როცა საქციელი ყვირის ეს ყვირილი ალბათ იმის მაშინებელი რომ იქ რაღაც არას არის. და როცა თან უნდა თქო მამო აი იხედები აშკარად აი ეს მომენტი აქვს რომ გამოლ ამაყები არიან იმიტომ რომ ვიღაცა არიჩოქებოდა სიტყვაზე არაკეთა და ამან გააკეთა. ეს ძალიან მამო ანუ ეს ადამიანები არიან ზოგი თან ვერ ხვდება თქვენი თქმის არ იყოს მოტყუებულნი არიან როგორც თვითონ არიციან უბრალოდ ზოგი მართლა ალალათ აკეთებს რომ რაღაცა იქ შეხედა რომ თავის მოღვაწი მოძღვარი რომელიც მთაზე დადის და რაღაცებს რაღაცა 200 კილომეტრს გადის და გონია რომ აი ამაშია სიტყვაზე სულიერება ხო შეიძლება მისთვის ეგრე იყოს ხო აი ესე უნდა მიბაძოს და გააკეთოს და მოსწონთ თან ეს ყველაფერი მამო რაღაცნაირად აი რაღაც მაზოხიზმივით არის თუ რა არის არ ვიცი რომ რაღაცა გამორჩეულები არიან ყველა მრევლისგან და რაღაცა და არ ვიცი მე ვფიქრობ რომ მათნაირი რო იყო პირიქით ეგ უფრო დასაფასებელი იქნება ალბათ ხო მამაო რომ თუ შენ მართლა ხარ მაღალსულიერი ისინი მიცოდილებიან იმ დონეზე დადი და იმათი თამაში ითამაშე ხო სიტყვაზე და უფრო წამოიყვან ხო შენსკენ ხო რაღაც ისეთი მომენტი ხო მამაო აი თვითონ აი ხო შეიძლება აი თვითონ ამტყობს რომ სიტყვა ჯერ ვინ უნდა შეატყოს თქვენი თქმის არ იყოს ვინ უნდა შეატყოს თუ მაგას შეატყობს შენ თავს მაღალსულიერი ხარ ესე იგი სულ არაფერი არ ხარ წმინდა მამებზე ამბობდი წერან პირიქით განცდა რომ არაფერი არ ხარ ის სიღრმეში რომ შედიხარ სულიერი ცხოვრების აი უფრო და უფრო არ მოგწევს საკუთარით აი ხვდები რა მამა გაბრიელი ამბობდა წარმოიდგინეთ თქვენ ხარ როგორ შემიძლია რა თქო ნაგავი ვარო სული ამ სიტყვის მამა გაბრიელი ურგებაზე ხა მამა გაბრიელი ნაგავ სიტყვის ხა ჩვენ რას არ მოვადგეთ ხო წარმოიდგენია რა ნაგავი ეგ იყო პირიქით იყო წმინდანი ადამიანი ამხელა ისა რას თქვი სულიერებით გამორჩეული რომ ფიქრის ემოციის ქცევის დონეზე ყველანაირად აკონტროლებდა საკუთართა და ის ამბობდა ხო და ასე რომ სულიერება რა თქმა უნდა ამას გულისხმობთ რომ ნაკლებად გამოირჩეოდე და სწორი ბრძანეთ იცით გიორგი რომ აი ცოდვილს უნდა გაუადვილო შენ ეკლესიაში მოსვლა და იყვნენ მამბები რომლებიც ცოდვებს იბრალებდნენ წარმოიდგინეთ თქვენ რომ სხვისთვის გაეედველებინათ მოსვლა მაგალითად მე ვის შემთხვევა ამას აბა იყო ეგეთი მივიდა ძალიან ცოდვილი ადამიანი და ვერაბარებდა ახსარებას და ამან დაიბრალა რაღაც ცოდვები იცი მე ეს ამა გაკეთებულია ისავე ეს ყველაფერი და მე დამეგობდნენ ანუ ფაქტურად სხვათა შორის ეს ხერხიც არის ერთი სასულიერო პირი როდესაც მოდის ადამიანი და ხდები რომ იტანჯება შენ ხშირად ამბობ ამ ფრაზებს უცოდველი ვინა ვართ უნაკლო ვინა ვართ მეც ეს რაღაცები გამიკეთები არა ცდილობ რომ იმას გაუადვილო კი არ მოექცო უხეშად არამედ შეურბილო ეს კონტაქტი და საკუთარი ცოდვილობის განცდა ეს როგორ გითხრათ იცით ეს დიდი ხელოვნებაა და ძალიან მრავალსახოვანი სიტუაციები ხდება მოდელის პრაქტიკაში და ზოგჯერ არის ეს შემთხვევა როდესაც პირიქით შენ სადღაც მის გვერდზე უნდა დააყენო თავი გარკვეული კუთხით ცოდვილად რომ იმას გაუადვილო ტკივილი მალო მამო თუ ყოფილა ესეთ შემთხვევა რომ ეს ადამიანები ხა დაზიანებულები არიან მე ვფიქრობ იმაზე ძალიან ვინც არ არის მართლმადიდებელი იმიტომ რომ არამართლმადიდებელი მაინც როდესღაც გახდება მართლმადიდებელი და რაღაც შეიძლება მყარი აზრით მოვიდეს ხო ძალიან ბევრი ყოფილა ხო ეგეთი ხო რომ მაძიებელი სიტყვაზე და მე იპოვა ხო და ჭეშმარიტი სარწმუნოება ხა მარტო მართლმადიდებლობა რო ეხ ჩემ გადაცემაში ბევრჯერ აღარ მინდა ისა გამეორე მაგრამ აი სიტყვაზე იმ ადამიანებზე მეტად აი ეს 20 წლის მართლმადიდებლები ეგრეთ წოდებული ხო რომელიც სიტყვაზე ლოცვისა შეიძლება შეხვიდე და უბრალოდ აი რაღაცა ბავშვი ყავდეს და ბავშვიანად გამოგაბძანოს გარეთ იმიტომ რომ შენ უშლი ლოცვას სიტყვაზე და იქ მისი ანგელოზი დგას და იქ აეფარია რაღაცა ხო აი ეს ადამიანები არიან ძალიან დაზარალებულნი ხო და თან ვერ აზროვნებენ მეც აი თუ მოსვლან მამაო და რამდენად ადვილი არის ესეთი ადამიანის გამოსწორება და ეხა ბევრი გვიყურებს და ალბათ ფიქრობს და რამდენად მამაო და აი ეს რო ჭირთ როგორ უნდა მიხვდე თვითონ აი რამე ხერხი თუ არსებობს რომ აი ეს გჭი შენ მიხვდე აი თქვენ ხო მაგალითად ამბობთ რომ ძალიან ძნელი მისახვედრიაო მაგრამ აი როგორ შეიძლება რომ აქედან მივახვედროთ ეხა ბევრი ჩაფიქრდება ალბათ თუნდაც მე შეიძლება და მიხვდე რომ სიტყვაზე ეს რაღაცა მე შეიძლება მჭირდეს
აი როგორ უნდა მიხვდეს მამო ის რომ ხიბლია ის რაშიც ის იმყოფება სიტყვაზე და მეტი არაფერი ცით რა არის ну როგორ უნდა მიხვდეს ზოგჯერ უფალი უშვებს განსაცდელს დიახ მარტივ ცხოვრებისო მაგალითს მოვიყვან, რაც მეც დამართ. მე მგონია რომ 7 გავხდი უფრო გაწონასწორებული, მოდის განსასწრელი და გამოდივარ წყობიდან და ხვდები რომ ძალიან ვაფასებდი ამ კუთხით ჩემს შესაძლებლობებს. ანუ უფალმა თავის ადგილას მომაჯინა. დიახ. დიახ. რაღაცით ვამაყობ, ყელყელაობ და მოდის განსასწრელი და ისეთ სისუსტეს დავინახავ საკუთარ თავში რომ ხაზი ესმევა უკვე იმ სიამაყეს. ეს უფლისმიერი დაშვებაა. უფალს წარმოიდგინეთ უფლისთვის რა არის შეუძლებელი უამრავი საშუალება აქვს რომ ადამიანს მიუთითოს აგრძნობინოს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანია მე ესე ვიტყოდი მოძღვრის როლი ამ დროს ანუ მოძღვრს არ უნდა გამოეპაროს მეტად მნიშვნელოვანია ეს იმიტომ რომ ფაქტიურად მოძღვარი აკონტროლებს მრევლის სულიერ დონეს და აუცილებელია რომ მიუთითოს ამის შესახებ. მე ესე ვიტყოდი რომ არის კიდე ესეთი საშუალებაც ეს უფრო ფსიქოლოგიური ხერხი არის რომ ზოგჯერ ადამიანს უნდა გარედან დაანახოს საკუთარი თავი, აი თავის ქცევა, როგორ იქცევა თავის ნაკლოვანები, გარედან დაანახო და როდესაც გარედან შეხედავს სხვაგვარად შეიძლება აღიქვას ეს ყველაფერი. არის მაგალითად ერთ-ერთი ну ეს უფრო ოჯახურ მხარეს ეხება, მაგალითად მეუღლე არის ქმნის გამოსასწორებელი საშუალება, მამხილებელი, ну წელი შემთხვევებში კი შეიძლება მანაჩესმა დაუშვოს და სუბიექტური იყოს, მაგრამ უფალმა დაუშვა ეს. ახლობლები, მეგობრები, მაგრამ რაც გითხარით, ეს თელი უბედურება ისაა რომ ხიბლის და ესეთი თავში ავარდნის რომ წელი შემთხვევებში არ ესმით ეს. მოძღვრის დარიგებებიც არ ესმით. ხიბლს სწორედ ეს ახასიათებს რომ იგი ხდება არამიმღები სხვისი ასე ვთქვათ კრიტიკის. ასე რომ საშუალებები შეიძლება ბევრი იყოს და ყველა შეიძლება ვერ ჩამოვთვალო, მაგრამ არის რა თქმა უნდა, თუმცა კიდევ მე რომ ადვილი ამოცანა არის ეგეთი ადამიანის გამოფხიზლა. დიახ, მე ხლა ერთი ის მოვიფიქრე, თუ შეიძლება მამაო და თქვენ თუ მოიწონებთ ამ იმას, რომ ეს ადამიანები საერთოდ ერთმანეთს რო ხედავენ, ერთნაირი ადამიანები, ესენი ერთმანეთი ვითომ უყვართ, მაგრამ ძალიან ძულთ ხოლმე და აი თუ გააკეთებს ერთი 120 მეტანიას და შეხედავს რომ ვიღაცამ 150 გააკეთა ძალიან წყის და მე მეორე დღეს მოდის 170-ს აკეთებს თვითონ და იმას ანახებს, აი როცა მაგალითად მასზე აი მისი სტილის ძლიერი შეიძლება აღმოჩნდეს ვიღაცა იმისი თუ გაეხარდება ან გაახარებს ხო შეიძლება ხო ესეთი რაღაცა მაშინ ეგეც შეიძლება რა თქმა უნდა გიორგი მაგრამ კიდევ მე როდესაც ადამიანთან შეიმჩნევა ბოღმა როდესაც მოდის აგრესია აი როდესაც კიდევ მე სხვის დანას სანახად რაღაც ასული ღვთისმსახურების წესებს იცით რა როგორ გითხრათ რა აი როგორც გამოცდილი ექიმი მაგალითად რაღაც ჩივილები რომ არის ვაფს დიაგნოზს არა რა თქმა უნდა ჩვენც სასულიერო პირებს გვაქვს აი ეს გარკვეული გამოცდილება და მეცაც გეტყვით იცით ზოგჯერ უბრალოდ სახეზე რომ შეხედო ადამიანს მისი თვალების გამომეტყველება რომ დააფიქსირო მისი დაძაბული იერი გეტყვის ყველა აგრესიული ელფერი ასე ვთქვათ სახის არა უკვე ხვდები იქ რომ აქ რომც არაფერია თქვას და არ გააკეთოს ასე რომ მე ესე ვიტყოდი რომ ცხოვრება ყველა სამთავრობელებს ფსიქოლოგიურ კურსებს და თან პლუს უკვე გარეგნული იერიც კი შენ საკმარისად დიდ ინფორმაციას გაძლევს იმისთვის რომ რაღაც გარკვეული დასკვნები გააკეთო. მე შეიძლება რა თქმა უნდა დააზუსტო ეს, მაგრამ ეს მომენტიც არის. ძალიან დიდი მადლობა მამაო, აი სულიერებასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ხერხი არსებობს და ხრიკა ის სიტყვა შეიძლება ლოცვები ვერ იკითხო იმდენად, სალონები ვერ ასრულო, მაგრამ აი ადამიანებზე იყო გადამკვდარი. უფრო დიდზე თუ პატარაზე და რაღაცა და სიკეთეს აკეთებდა შენი საქციელი და ამაში გამოიხატება შენი სულიერება. ეხლა ესეთ რაღაცებს ძალიან ბევრი უცხოელი აკეთებს. ძალიან ბევრი საქართველოს ცხოვრები რომელიც არ არის მართლმადიდებელი. აი თუ შეიძლება მამო აი ესეთ ადამიანებს, იმიტომ რომ
ძალიან ხშირად მინახია, შეიძლება რაღაცა მოტყუებით, რაღაცა მე ვერ მივხვდარ ვარ, მაგრამ მინახია რომ ბევრად ღირსეულად, რაღაცა სულიერად, კარგი ყოფაქცევით იქცეოდა, რომელიც აი გამზადებულია, პირდაპირ შეფუთულია ღვთისათვის, მართლმადიდებლობისათვის, მაგრამ არ არის ხო მართლმადიდებელი. თუ შეიძლება მამო, აი ეს ადამიანი მართლმადიდებლად ჩაითვალოს. აი ყავთ ბევრი შვილები, მაგრამ მათზე ზრუნავენ და სხვა ადამიანებზე სიტყვაზე არიან ხო ეგეთი ადამიანები და არ არიან ხო მართლმადიდებლები. თუ შეიძლება მამო, მათი სულიერება იყოს, აი ეს იყოს სულიერება დაერქვას. ამ ყველაფერს, იმიტომ რომ სულიერება ხო მაინც ბოლოს ღმერთი აფასებს მამო ამ შენ სულიერებას და ღმერთი თუ დაუფასებს ამას კიდე აი ამით მინდოდა ეს კითხვა მთლიანად ერთობლივად დამესვა. რა თქმა უნდა, აი გიორგი როგორც თქვენ აფასებთ, თქვენ მოგწონთ. არ არის მართლმადიდებელი ხო? მაგრამ აი ესე ვთქვათ იშვილა ზრდის უპატრონოს, იქ დადის, ეხმარება გაჭირვებულებს და ასე შემდეგ. როგორც ჩვენ გვსიამოვნებს და მოსაწონია ჩვენთვის ახლა წარმოიდგინეთ უფლისთვის არ არის ეს ყველაფერი მოსაწონი და ეგეთ რაში ესახ. ასე რომ ეს ამნიშნავანი მომენტია. მაგრამ მე ესე ვიტყოდი რომ თერიქ შემთხვევაში შეიძლება ეს სულიერება მაინც გარკვეული კუთხით ყალბი იყოს რა გაგებით ლაპარაკობ რო აი როგორც აი მაგალითად PR კამპანიებს რო აწყობენ თქვა პოლიტიკოსები არჩევნების წინ მიდიან იქ საქმეების სახლში იქ ბავშვთა სახლებში საჩუქრები ჩააგდა და ასე შემდეგ. ეს ისთვის არის გამიზნული რომ თავის წარმოაჩინონ ხო საკუთარი თავი. ეხლა აქ სულიერებასთან არც აგვაქვს ხო ჩვენ ლაპარაკი. და არის ერთი კიდე ესეთი ძალიან იცით რა არის კი პიროვნებებზე, მაგრამ მე მაინც მინდა რომ ესე დავსვა საკითხი. ერთ-ერთი ურთულესი კითხვა, რომელიც მე გამიგონია რა არის, იცით რა, ეკლესიაში დადის ადამიანი, მაგრამ არ არის მოწყალე, საკუთარ თავშია ჩაკეტილი, თქვათ, და ის სხვა ეკლესიური არ არის, მაგრამ იმდენად კეთილია, იმდენი ბევრი კარგი აქვს ხუსის გაკეთებული დახმარებია სხვას, რომ ის ადამიანი უფრო მომწონს მე ვიდრე ეკლესიური. არ ვიცი რამდენად გასაგება ჩამოაყალიბა ეს, გასაგებია ხო? ხო და ამ შემთხვევაში რა ხდება? ბევრისთვის ეს საქილიკოც კი არის, აი ეკლესიური ნახე რას აკეთებს და ეს კიდე ეკლესიაში არ არის და აი ხო და იცი რა არის, აუცილებლად მინდა ყურადღება გამომახვილო კიდე ერთ მომენტზე. საერთოდ რა არის ჩვენი ცხოვრების არსი, სულიერი ცხოვრების. რომ წავიდეთ სრულყოფისკენ, მესე ვიტყოდი. რა იგულისხმება, რომ ადამიანმა უნდა მოთოკოს საკუთარი ვნებები. აი ყველას აგვაქვს ჩვენი ნაკლოვანებები, ხო? ღმერთი რას მოითხოვს? რომ უფრო უკეთესი გავხდეთ ამ ქვეყნიურ ცხოვრებაში. მართლმადიდებლურ სახელმწიფოში კათეხიზმში წერია, რომ ამ ქვეყნად ადამიანის მოვლენების უმთავრესი მიზანია უფრო და უფრო სრულყოფილი გახდეს და დაემსგავსოს უფალს, რომლის ხატად და სახით შეიქმნა. და საითქე მიმყავს ახლა ეს ყველაფერი, რომ თუ შენ კეთილი ხარ, თუ შენ მოწყალებას გასცემ, მაგრამ უკეთესობისკენ არ მიდიხარ სრულყოფისკენ. თითქოს ხანდახან ეს რა არის, იცი რა, ეს არის შენი ბუნებრივი მონაცემი. რომ მშობლების გამო, უფლისყალობის გამო შენ ესეთი დაიბადე, შენ ესეთი გახდი. და აი როგორც აი ლამაზი ადამიანი ვთქვათ. მე ესე ვიტყოდი რომ ობიექტურად არის ლამაზი და ესეთი დაიბადა, თერიქ შემთხვევაში ესეთი ადამიანიც კიდევ მეორებ რაღაც გარკვეული მიზეზების გამო არის კეთილი, მაგრამ არ მუშაობს საკუთარ თავზე რომ უფრო უკეთესი გახდეს. უფრო ზლიოს თავის ნაკლონებზე და ასე შემდეგ. მოკლედ რა მინდა მე ვთქვა რომ თერიქ შემთხვევაში აი ეს შეიძლება იყოს ადამიანისთვის თავის მომატყუებელი. ანუ ბიძგი არ მისცეს უფრო სულიერი განვითარებისკენ. ანუ მე ესეთი კარგი ვარ და აი ამ მდგომარეობაში გაიყინოს. და ეს უკვე უფლისთვის სათნო აღარ არის. ეხლა რთულ თემაზე მომიწია ლაპარაკი და არ ვიცი რამდენად კარგად ჩამოაყალიბე და გავშალე ეს ყველაფერი, მაგრამ მაინც შეძლების დაგვარად შევეცადო. ანუ მე რა მინდა ვთქვა რომ გარეგნულად სულიერი საქციელი მოწყალების გაღება, სხვაზე ზრუნვა ეს კიდე არ ნიშნავს, რომ შე როგორც პიროვნება მისაღები ხარ ღმერთისთვის. ეს შეიძლება იყოს საცდური. მე ესეთი კარგი ვარ და რა შემჭირდება ეკლესია?
გაიგეთ რა შეასაქმე. ეს შეიძლება იყოს გარკვეული კუთხით ბოროტის ხრიკიც. მე ესეთი კარგი ვარ, ეკლესიაში მყოფი ჩემზე ცუდია. აქ ეკლესიას რა დატვირთვა აქ? მოდი რა დავრჩები ჩემ ადგილას. ესეთი ამბატავნული, ესეთი ვერაგული მომენტია აქ ჩადებული. მოკლედ ეხლა ზედმეტად რო თავი აღარ შეგაწყვეტ და არა რასაუბრობ, მამა პირიქით როგორ გეკადრე. აღარ გამავითარო ეს თემა. ესე ვიტყოდი რომ სულიერი ადამიანი, აი სხვა კატეგორიაა და შეიძლება გარეგნულად იყოს სულიერების გამომხატველი, მაგრამ ძალიან შორს იყო მაინც ღმერთისგან და პირიქით აი ამ გარეგნულმა სულიერებმა დაგაშოროს შენ ღმერთს, იმიტომ რომ შენი სიკარგე წამოვიდეს საკუთარ თავთან, სხვასთან და ვეღარ გააცნობიერო შენ ეკლესია გჭირდება. ბევრი გამიგია მომაურო ეს მეთქი წიროლოცოზე რატო არ დაიწყო აი მას გულში აქვს თვითონ ეკლესია რამდენი გაგიგიათ ხო რომ ისე რამხელა ხიბში და როგორ გარშემოყოფება ისე დაღუპეს ხო და მაინც მამა მე ვფიქრობ რომ სულიერი თუ გინდა იყო უნდა იყოს სწორი და სისწორი მაინც ერთი მართლმადიდებლობაში ეხა დანარჩენი სხვაგან მე არ ვიცი ვერსად ვერ ვიპოვე ჯერ არ წამი ჭეშმარიტება აქ არის რა თქმა უნდა და ანუ მართლმადიდებლობის გარეშე მაინც ყველაფერი ან ტყუილია, ფარსია, ხო ფაქტიურად, ხო, იმიტომ რომ მაინც იმიტომ აკეთებ, ეხლა აი მაგალითად შეიძლება იყოს კეთილი ვიღაც სექტანტი და მიიყვანოს რაღაცა აჭამოს 100 მოხუც და გახადოს იმ სექტის წევრები და სულ არ არის ეგ სიკეთე, ამ დროს იმას გონია რომ სიკეთეა, მაგრამ ეგ არის დიდი ბოროტება, ხო? ესეთი რაღაცა და რავი, მაინც მგონია რომ ეკლესიის გარეშე და სასულიერო პირების გარეშე, ჩვენი უწმინდესის გარეშე რაღაცა ვერაფერს ვერ გავხდებით და ვერანაირ სიკეთეში ფეხს ვერ შევდგა, იმიტომ თქვენ ხართ მამაო ძალიან დიდი მაგალითი ჩვენთვის რა და მე ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ მამაო მობრძანებისაც 40 წამი დარჩა ბოლო თუ შეიძლება თუ ვინმეს დალოცვა გნებავთ რაღაცა რამის თქმა გნებავთ თუ გიტყვით მამაო ნუ დალოცვა რა მე მინდა რომ ეს დავამთავრო რომ როგორ გითხრათ იცით ჩვენი ერის ისტორია ეს არის ტრაგედია. დღევანდელი ვითარებაც რამდენი პრობლემა მაქვს, თუნდაც აფხაზეთის სამოჩეულო და როგორი უძლურება არის ხშირად ეს პრობლემები გადაიჭრას. და პოლიტიკოსების მათ შორის რა თქმა უნდა მხრიდან. ასე რომ იგივე აფხაზეთს ოცეთს დაგვიბრუნებს უფალი. გამოგვიყვანს მდგომარეობიდან, მაგრამ უფალი გეხმარება არა ლამაზი თვალების გამო, არამედ იმის დამიხედვით რამდენად სულიერად ცხოვრობ შენ. ასე რომ ვიყოთ შეძლების დაგვაროთ სულიერები იმისთვის რომ ძალიან ბევრი პრობლემა გადაიჭრეს უფლის დახმარებით. აი ამას უნდა დამსახურება. ძალიან დიდი მადლობას მოგახსენეთ მამო. მამა დავითი გახლავთ ცისკიშვილი ჩემი სტუმარი. მე გახლით გიორგი დარასელი იქითა სამშაბათ საღამოს 9:00 დაგიბრუნდებით. დროებით კარგად ზანდებოდეთ. მადლობა მამო მობრძანებისათვის დროებით.